მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამჯერად მათი საუბრის მთავარი თემა არის ის კომისია, რომლის შექმნის შესახებაც ირაკლი კობახიძემ იანვრის თვეში დაანონსა და რომლის პირველი სხდომაც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ გაიმართა. როგორც იცით, მთავრობის განცხადებით, ეს კომისია მიზნად ისახავს, რომ საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების ხარისხი ამაღლდეს, თუმცა სტუდენტებისა და არა მხოლოდ სტუდენტების შეფასებით ეს შესაძლოა ემსახურებოდეს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომლებიც ამ შემთხვევაში სტუდენტების შეფასებით ქართულ აკადემიურ სივრცეებშია დაწყებული. დღეს სტუდენტები ამ ახალი ინიციატივის, ახალი საპროტესტო კედის ფარგლებში უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ და ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციასთან, სწორედ ამ კომისიასთან და ამ რეფორმასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ კომისიის ხელმძღვანელი ლევან იზორია, რომელიც სხვადასხვა წლებში ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, წლების განმავლობაში მთავრობის დაკვეთებს პირნათლად ასრულებდა, ასეთია სტუდენტების შეფასება და ისინი ამაზე დაყრდნობითაც აცხადებენ იმას, რომ ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ამ რეფორმაზე მუშაობა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ქვეყანაში თავისუფალი აკადემიური სივრცეები აღარ დარჩეს და რომ მმართველმა პარტიამ სრულად მოიპოვოს გავლენა აკადემიურ დაწესებულებებზე, უნივერსიტეტებზე, სადაც სტუდენტების თქმით ჯერ კიდევ ჟღერს თავისუფალი სიტყვა. როგორც სტუდენტები ამბობენ, ეს ქართული ოცნების მიერ დიქტატურის დამყარების მცდელობის კიდევ ერთი გზაა და ისინი ამბობენ, რომ თავად ამ ყველაფრის წინააღმდეგ აუცილებლად ხანგრძლივად ძალიან ძლიერად იბრძოლებენ. როგორც იცით, სტუდენტები მანამდე, სანამ დღეს შეიკრიბებოდნენ კანცელარიასთან, სხვადასხვა ლოკაციაზე მართავდნენ საპროტესტო აქციებს და საუბრობდნენ იმ აქტუალურ თემებზე, რაც დღეს ქვეყანაში საკმაოდ რეზონანსულია, მათ შორის რეპრესიებზე სხვადასხვა აკადემიურ სფეროში, მაგალითად თეატრალურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ ისინი წინაშეკრებისას, სადაც როგორც გითხარით, თეატრალურ უნივერსიტეტზე მათი შეფასებით მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრეს მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ხოლო თავად ამ ახალი ინიციატივის შესახებ მათ გააშხერეს განათლების სამინისტროსთან 19 მარტს. მათ თქვეს, რომ მუდმივად ისაუბრებენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რადგან ქართული ოცნების გადაწყვეტილებები სტუდენტებს ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს და მათ ხელს უშლის იმაში, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ და რომ ჰქონდეთ შანსი იმის, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის სრულფასოვანი საუნივერსიტეტო და ასევე უნივერსიტეტამდე სასკოლო განათლებაც. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სტუდენტების განცხადებები კონკრეტულად ამ ახალ რეფორმაზე, ახალ კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. ეს პროცესი განათლების სისტემაში სახელმწიფო წყებების ამ დოზით შემოჭრა არ დაწყებულა ახლა და ეს უკვე წლებია დაწყებულია და ამ ყველაფრის შედეგებს ეხლა ვიმკით იმით, რომ სტუდენტებს ეზღუდება თავისუფალი სიტყვის გამოხატვა თავიანთ უნივერსიტეტებში გემახსოვრებათ თეატრალურის შემთხვევა, სადაც აბსურდული ბრალდებებით გამოყარეს ბავშვები უნივერსიტეტიდან და ამგვარად თავიანთი სივრციდან, თავიანთი ხმის გაჟღერების უფლება შეუზღუდეს. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა შეიძლება გველოდებოდეს მას შემდეგ, რაც ზუსტად სტუდენტებისადმი მუქარის სახელით ჯერ დაანონსეს, რომ დახურულ სივრცეში შეკრება მანიფესტაციის აკრძალვა უნდა დაეკანონებინათ და ამ შემდეგ უკვე ისაუბრეს განათლების რეფორმის კომისიის შექმნაზე, სადაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს განათლება, რას ნიშნავს განათლების თავისუფლების მნიშვნელობა. ვიტყოდი იმას, რომ ამის საფუძველს, ამ ეჭვის საფუძველს გვაძლევს უკვე ახლახანს მომხდარი ამბავი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 ლექტორი გაანთავისუფლეს. ისინი ვეღარ შეძლებენ ლექციების ჩატარება, სამართლის ფაკულტეტის ლექტორები იყვნენ. ჩვენ არ ვიცით და არ არსებობს რაღაც ოფიციალური დასკვნა ან არგუმენტები, თუ რის გამო გაანთავისუფლეს ეს ლექტორები. შესაბამისად, გვაძლევს ეს ამბავი მის ეჭვს და საფუძველს, რომ ვიფიქროთ, ამ კომისიის ერთ-ერთი მიზანი იქნება რეპრესიული საქმიანობა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და კონკრეტულად მე მგონი, რომ პირველი და ესეთი მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი რაც იქნება, ეს იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მმართველობის ის სტილი, რაც დღეს ინერგება, თავისთავად გამორიცხავს ჩვენს მიმმულობას ამ სისტემასთან, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც ვინმემ ჩაიხედა განათლების სისტემაში, ამ პროცესებში იცის, რომ არაფერი საერთო აი ამ მმართველობას
აი იმ განათლების სისტემასთან, რაც ევროპაშია, არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ფაქტიურად განწირული ვიქნებით, რომ ჩამოვშორდეთ ამ ყველაფერს. და ვინ თუ არა სტუდენტებმა ეს ძალიან კარგად იციან და პირველ აი ამ რეპრესიულ ნაბიჯებს სწორედ ისინი გრძნობენ თავიანთ ინსტიტუციებში და შეიძლება დღეს ისე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მაგრამ აი ეს სწორედ ეს სტუდენტები არიან ის, ვინც გაბედა და შესაბამისი რეაგირებაც მიიღო თავიანთი აკადემიური ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან სტუდენტების საპროტესტო აქციაზე მიმდინარეობს სიტყვით გამოცვლის ნაწილი. აქ არიან ასევე პროფესორები, ისინი სტუდენტებთან ერთად განიხილავენ იმ კომისიას, რომელმაც უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს. ქართული ოცნების განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად არიან ჩართული საპროტესტო მოძრაობაში, ვიდრე ისინი ამ ახალ ინიციატივაში ჩაერთვებოდნენ და დაიწყებდნენ მოძრავ პროტესტს, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, გადავიდოდნენ ახალ ფაზაში. მანამდე ისინი საკუთარ უნივერსიტეტებში ან საკუთარ უნივერსიტეტებთან აქტიურად აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხმამაღლად საუბრობდნენ იმაზე, რომ ასევე აკადემიურ სივრცეებში, უნივერსიტეტებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკური რეპრესიები. მე გეტყვით იმასაც, რომ სტუდენტები რასაკვირველია ითხოვენ მათი თანატოლების გათავისუფლებას, იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც დააკავეს 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, როგორც იცით, მათ შორის არიან მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი და სტუდენტები ძალიან დიდი ძალისხმევით, როგორც თავად ამბობენ, ცდილობენ, რომ ბოლომდე იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის. ისინი უერთდებიან იმ მოთხოვნებს, რაც ზოგადად 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას აქვს საქართველოში. ეს არის მათი შეფასებით რეჟიმის ტყვეების, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. დღეს მას შემდეგ, რაც მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება სიტყვით გამოსვლის ნაწილი, სტუდენტები გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე პროტესტის მთავარ კერასთან და იქ გააგრძელებენ საკუთარი სათქმელის გამოხატვას.